პარტია თავისუფალი საქართველოს კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი მოსიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას პოლიტპატიმარ ლუკა რამაზაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა. მისი თქმით, ადგილობრივი ბიზნესმენის ლუკა რამაზაშვილის უკანონო პატიმრობა იმჟამიდელი გამგებლის გოჩა მამაცაშვილის მიერ დაიგეგმა და შემდეგ პროკურატურის მიერ სისრულეში მოვიდა. მოსიაშვილმა პარლამენტთან არსებულ კომისიას მამაცაშვილის არაკანონიერი ქმედებით დაინტერესება ურჩია. მოსიაშვილის განცხადებითვე მამაცაშვილის სახელს ასეულობით 1000 ლარის უკანონო მითვისება უკავშირდება. ლუკა რამაზაშვილი პოლიციამ 2006 წელს 31 იანვარს დააკავა პროკურატურამ საქმე ქურდობის მუხლით აღძრა და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2006 წლის 31 იანვარს მინდა მიმართო საქართველოს პარლამენტს, მინდა მიმართო პარლამენტში არსებულ აი ამ დროებით კომისიას, რომელიც იძიებს აი მოხელეების, ჩინოვნიკების დანაშაულებრივ ხედვას, გადახედონ ერთის მხრივ პოლიტიკურ ნიშნით დაკავებული ლუკა რამაზაშვილის საქმეს, რომელიც მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ის ხელისუფლებას არ აწყობდა და მეორე, მისი ძირითადი შემთხზველის აი ამ საქმის გოჩა მამაცაშვილის მიერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მის მიმართ აუცილებლად მის მიმართ შესაძლებელია რამოდენიმე მუხლით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ერთი ის რომ ეს თხზავდა აი ამ ისტორიებს არის დანაშაულებრივს და მეორე რომ ასეულობით 1000 ლარი აქვს მითვისებული. ამის ფაქტები არსებობს.